აი დილამშვიდობის გაუმარჯვეს. გუშინ ჩემი ბიძაშვილი იყო და ნახე რა მომიტანა. მონთხუშინ ერთ სამი წელი შევჭამე, მე ვითომ ბავშვებს დაუტოვე, რავი რატო არ აჭამეს, გამიკვირდა წეღა რომ გამოველდა. გამიხარდა დაჭამი რო არ დაგვდა. კნუტები აღარ მყავ. არ ვიცი იმ დეგენერატებსაც წაიყვანა, ეხლა უნდა მოვძებნო და ისე მოვიყვანო. გაგამწარებ სულ ერთია. ესაც წაიყვანა, ხო არ იცი? დედი, მომხედე? სად წაიყვანა? არ იცი? მე შეხო დაგტოვე ყურადღება მიაქციემით. რატო არ იცი? რატო არ იცი, ჰა? всё. გამოდი გათუნა ქცემოში. სად არიან ბაიები, დედი? არ მეუბნება. ერთი ლოკაცია უნდა ვნახო, უბრალოდ სადაც თავი დაყავდა ხოლმე, რომ შეიძლება იქ წაიყვანა. მაინც მობილება გინდა დედიკო. აი მე რა კაი გრილია მიდია, არ გამოვიდეს მზე რა. უიმე ეს რა გამიხებიანას კი. ანუ ისედაც ნახე როგორია. ეს ნამეტანი. ძალს მევარ და ძალს ანუ რაღაცა რომ მომეწონება ხოლმე რა არ აქვს მნიშვნელობა ჩასაცვლელია რაღაცას რომ მოვირგებ თუნდაც ნასწრაფ შეიძლება ხა მარტო აი მე ესეც ესე ყოფილა ამის გაკეთებას აზრი არ აქვს ეს არის კალგოდ გასავით არის მაგრამ იმდენად მიყვარს რაღაცას მივახლაფორთებ ცოტა ხანი იმდენად მიყვარს ხოლმე აი ამის ბოლომდე გაცვეთა რომ ერთხელ ჩემარ ძალმა მეგიმა ჩუქა შარვალი, ჯინსის შარვალი. რომ ის არის კაბათო გადააკეთე, ვიუბკათო და გადავაკეთე. ესე იგი იმდენად მაგრად და გემრიელად ვიხმარე. აი მარტო ყელი გამეცვა. ჩათვალეთ რომ ბოლო დონის მოდაზე სუდახეული იყო, ანუ დახეული არ გაწყალებული იყო და აი ბოლო დონეზე მეცვა, აი უკვე ბოლო სირცხვილი, სახშიც კი სირცხვილი იყო. ჯინსი როგორ უნდა გაცვითო, რამდენი ხანი უნდა გეცვას, წარმოიდგინე, რომ მასზე რაიმე სულ გავუტყვენი. კაი, ერთი ორი წუთი და გავკერა. ეხლა ვერ მოვისვენებ, ჯერ უნდა წავიდე და ის ლოკაცია ვნახო, სადაც შეიძლება კატები იყვნენ და მე დავივარცხნით თავს. გუშინ ივანე მასწავლიდა რომ მოვიდა. დღეს აღარაფერს არ ვაკეთებო და ავაცლიო იმასო შპალიერის დარჩენილებს ავაცლიო. აი ხო ვიდეოს ბოლოსაც ხო იყო რომ გამოჩნდა და ცოტა გავაუთოვე მეც აი ვიდეოს რო ვიღებდი და მე გამოვედი და მეთქი მე კედლის დაბლა მოგეხმარები. შენ ტიბით მაღლა იარე თქო რა, მაღლა არ მიდო დავქაჩული ყავდა და რაღაცა და ეს რა ხოდა ესა თეთრი ძაფით რატყვაში მე არ გამიკერია შიგნიდან არის თეთრი ძაფით გაკეთებული მივყევით და კაი საქმე გავაკეთეთ მე და იოანე მივეხმარი და სხვა შორის ჩემი წითელი ჩხილები სულ იყო მწვანე თვითონ ახი გადამეკერცლა აბოდი ფიზოები ვნახოთ. ხო და ანუ ერთი პატარა საქმეც რო გააკეთო მან იმტვერები რა საშინლად ხო და ჯერ ხომ მოვასუფთავეთ გამოუწმინდა პირველ რიგში გამოწმინდა და მე აუცილებლად აბანოში უნდა შეხვიდე თორე შანსი არ არის ვერ დაიძინებ ისე გახმები. ეგრევე ვწვევი ხოლმე პირსაწმენდით. შრალ პირსაწმენდს მოვიხო ხოლმე და ჩავწვევი ხოლმე. სად არის შენი ბავშვები მით არის? ჰა? დედასი. სად წაიყვანე?
რატო წაიყვანე ხა? მე ხო აქ ვეფერებოდი და რაღაცა. ჰა? რატო წაიყვანე? წამოდი ხა, წამოდი. მოვძებნოთ, წამოდი. ეხა თუ გამომყვა, ესე იგი იქ აყავ. დაიცეთ ბავშვები. დაიცეთ ბავშვები, თქვენი ის არ არის ბავშვები და მოვძებნო. სად არის ეს უეჭველი აქ ყავ. მოდი აქ. გურზის. ეს კაბინო ისევ აქ მიდგა. მოდი. აქ ყავს უეჭვე მიყურებს, ნახე. ეხა ჯერ ამათ ფისო არ ესმით. თუ ზინავთ პატარა ბავშვები ვით არიან. ოსა ნავი ბღოტო. კატების ძებნაში გაჩენილი ბავშვი ნახიათ. ფისო. თუ უნდა აბა ჩავანათო. მე მანდ ვერ შევძლები, ამიტომ თქვენ უნდა დამითხრათ მანდარი თუ არ არის. არ ყავს. ან ფაქტი აქ არ არის. დამიმალა წუნკალა დედაკაც. ბავშვები მომიყვანე ხაჩქარა. სად არიან დედი ბავშვები? მოდი ჩემ. იმედია ჩვენ ტერიტორიაზე ყავდა სხვაგან არსად. ეხლა ეს ერთადერთი რაღაც რაც შეიძლება რომ გაკეთდეს ეს არის რომ ყურადღება უნდა მივაქციო. არ ჩაარტყა დედი, არ ჩაარტყა, ეგეც ხო შენი შილი არა, მოფერება უნდა რა კაც პატარა არის. დედი, არ გეფერება, ჰა? ვაიმე როგორ უნდა რომ ვინმე მოეფეროს, არც ის ნაცარ აღარ აყავ ვინც უეფერებოდა. ვაიმე, ჩემი პატარა. მე მოგეფერები დედასი. ქარა ვარ. ხარაბადე. ერთი წამით მოთრია ხა. მერთვის არის. დედასი, პატარა გოგო. პატარა გოგო. ბავშვები რა უყავით რო ყავდნენ, ჰა? მოდი აბა ჩემთან წამოდი. მოდი. ბავშვები რა უყავდნენ. წამოდი ბავშვების ადგილას და მიგიყვანა. რა უყავით პატარა ბავშვები, ჰა? და იქ ადიელებში ხო რა ყავსათ მე. ხო ბევრი ადიელები გადავაფარე. მეცა? მე რა თბილი ხარ. რა გემრიელი ხარ. ეხლა აი მადგილიდან წადი ბავშვებთან. აი აქ ყავდა. სადა ყავი ხა ბავშვები? აი იქ იწვნენ თავისთვის. სად არიან ბავშვები? არც იქ არიან. აუყავი ბავშვები, დედი წადი მოძებნე. როარ საკნავიან ახლა. აი აქ ხო არა ყავსათ შეტენ. ვერ ნახე ვერსად. ერთადერთი თვალი უნდა ვადევნო ეხლა რომ ისა. სად წავა? იცი რა არის? არა, კაი დედაა დაუვლის და რაღაცა, მაგრამ იმდენი პატრონო კატა დადის და შეიძლება დააზიანოს კნუტი, როცა ეს იქ არ იქნება, რომ ყურადღება სჭირდება.
რა გინდა ბიჭო? დავიბანე ხელი ვეღარა გიყვან. და ხა იქ მიდის და ვუყურებ. ყავა მინდა, მოვატუოთ. საშრობი კი მაქვს, მაგრამ საშრობის გასაშლელი ადგილი არა მაქვს. ვაიმე, არ ვიცი სად არიან და ჯერ აგერ დაბუდიალობს ქალბატონი, არ ბავშვებთან არ მიდის და რა ვიცი, დავიჭერ რა. მოკლედ წეღან არა, წუხელ მე მგონი, გვაქვს კლასელების ჩატი. ხო და დაწერა ჩემო კლასელმა, რომ ერთ-ერთ ბიჭს შეეძინა ბავშვი. ერთი კვირის წინ ერთ-ერთ გოგუში რომ ვამბობდი, ჩემს კლასელს შეეძინა გოგოს ბიჭი. ერთს უკვე შვილი ყავა. უკვე მაგასაკში ყვა ბავშვები, რომ რაღაცა ზოგმა დანიშნა, ზოგმა არა. ესაკნა დანიშნა. ხო და ანუ მაგასაკში არიან უკვე რა. ხო და სადაც არის პატარაც დაიბადება ჩემი და ესე იგი ფიქრობ ჩემი კლასელები ეხლა დაიცე როგორ კარგად მინდა ვთქვა. ხვარი რო აი 40 რომ მიუკაკუნებენ ხონდე და აი მე ღმერთო დავბედი და ჩემი კლასელები ეხლა იფურჩქნებიან, ვიფურჩქნებით. გამიხარდა. რატომაც არ დაუბრალდი. ანუ ჩემი კლასელები არიან მარადმწვანეები. მე ერთმა გამრავლოთ ხალხი. ძალიან გამიხარდა. ძალიან. ხო, ერთი კიდე ელოდება, ბიჭს ელოდება, კახა. ასე რომ, ფიქრობ, რა ის 40 წელი, რა ის დაბერება, რა ის ვაიმე და უიმე, რამდენი წელსაც არ უნდა იყო. აი იმ წლოვანებაში უნდა გაგრძელოს სიცოცხლე. იმაზე დარდით არა, ვაიმე წლები მემატება. მოგემატება ხლა არიცი რომ მოგემატება. რომ დავიბადეთ იქიდანვე ვიცით რომ მოგვემატებათ. ეხლა რა ხართ მოგვემატებათ თან გავყვეთ. ხო და აი ეგრე, ჩემი კლასელები მოკლედ მე ერთმა ამრავლოს, სულ ყველა ამრავლოს, ჩემი კლასელებზე მინდა ვთქვა რა, რომ ეხა ვიფურჩქნებით. ეხა ვიწყებთ. რა ის დაბერება. ვაიმე 40 წელი და რაღაცა. თუნდაც 50 ისა უნდა გავაჩინო მე-9. დაინიშნეთ. მაგ დროს თუ რამე დემენციასავით და მე-9. გამახსენით. მე-9 ესე იგი ხო. კიდე 4-ს გადავახტი და მე-9-ზე ვარ უკვე. ხო და ეს რა, წლოვანებას არ უყუროთ ხალხო და ნუ გაიხეთ გამგურებს. ეს არის გარდაუვალი. ან წლოვანება მოგვემატება, ან თმა გაგვიჭაღარავდება, ან ნაოჭი მოგვემატება. იყოს, მაგ ყველაფერთან ერთად შეგვიძლია ვიცხოვროთ. თან ეს. არა ეხლა დარდით მოგვიყვება, აი მე გავიზარდე. მაშინ ჩაჯექი არაყში, სპირტში, თაფლში. თვალები ამოყავი. არც დაბერდები და არც არაფერი. არა როგორად დაბერდები, მაგრამ გუშინ უყურებდი სხვა შორის TikTok-ზე რომელიღაცა ჩინურმა არა, ამერიკულმა, მე მგონი ჩინ მოკლედ გამოიგონეს ინექცია, რომელიც ახალგაზრდობას ახანგრძლივებს და სიბერეს აჩერებს. და პარალელურად შიგნით ორგანოები აღარ ბერდებიან პირიქითო რა ელექსირიო. და მალეო ძალიან მალე საშუალო ხანგრძლივობა რო არის 70-დან 75-დან 85-მდე. ეგა საშუალო იქნება და 100-ზე ზემოთ ვიცხოვრებთ და ვიცოცხლებთ. 100-ზე ზემოთ ცოცხლობდნენ ჩვენი დიდი პაპაბაბუები. ეხა ისე მოიწაბლა ყველაფერი რომ 60-მდე თუ მივახწევთ. ესეთი ელექსირითაც ცდილობენ. კომენტარებში მაინტერესებდა შევედა. ზოგს გაუხარდა.
всё, რა ვიყიდი ხა ამასო. ერთი წკაპ გავიკეთებო და всё, მორჩა, უკუღმა წავალ, გავპატარავდები. აი მე ხარ, რა აღარ გამოიგონეს. რითი აღარ უშველეს. ეხა ხალხი იმასაც მიხვდა, რომ ეს ბოტოქსები და ფილერები და კიდე რავიდეებიც აქვია. სისულელი, ანუ იმატებ, მე ბურთივით გაგეძაძღება ეს ტუჩები და მაინც ჩამოგეტყლარდება და ხო და აღარ იკეთებენ მოკლედ. ამათ სხვა მოიფიქრეს ახლა. იმ შენ ასაკს, იმ შენ ნაოჭს, იმ შენ ყველაფერს იმას აქთან ერთად თავისი ხიბლი აქვს. მე არ მგონია ნორმალური იყოს, რომ დაინახავ მაგალითად 70 წლის ადამიანს, ესე ვიტყვი რა, 70 წლის, რომ ნაოჭი უნდა გქონდეს რაღაცა. ასაკის შესაბამისად მე არ ვამბობ, რომ თავს არ უნდა მოუარო, მე არ ვამბობ, რომ უნდა გიჟი ვითიარო და 100 წლის 200 წლისას უნდა გავდე 60-70 წლის ასაკში, მაგრამ არა მგონია ეს ცვილის თოჯინასავით რო არიან გადატკლაცულები, ეგ უფრო შესაბამისი იყოს იმ ასაკთან. ის ნაოჭი, ის თის ღერი, რაც გაგითეთ და ყველაფერს ხო თავისი ისტორია აქვს. ანუ რატო არა უნდა მიხედო თავს, რატო არა უნდა შეიღებო, მე არ ვამბობ, რომ ვაი, მე რას გავკეთებ, რომ ეგ უნდა იარო. უნდა მიხედო, მაგრამ უნდა ყველანაირად. მაგრამ აი რაც ხელს უშლის იმას, რომ ვითომ წარმოსახვაში გქონდეთ, რომ ეს დაბერებას ხელს უშლის. ან მაინდა-მაინც ასაკთან შესაბამისად კარგად უნდა გამოიყურებოდე, რატო არ უნდა გამოიყურებოდე, ხო, მაგრამ არა დამხმარე მეთოდებით, რომ მე უარესი მოუვიდეთ. გაეშვით რა, ამ სიბერესთან ბრძოლას გაეშვით, იცხოვეთ ხალხო. იქ სარკეში ჩახედავს, აი მესამე მეწიეს, ჩამომეტყლარდა და ისამეტყლარდა და ანებით თან. ყველაფერი ჩამოიტყლარდება. თქვენ იცხოვეთ. გამიხარდა გუში რომ და გავიგე, იმას ეყოლა, ის ელოდება, მე ველოდები. ჩვენ რა დაგხოცავს? ნონა ერთი შეწვიდი ერთი რა. ხო ვიცი რომ ვიყულებ. რა არის ორი კინკილა ბავშვი? მიდი. ბალე ჯანზე ხართ. სოსოს არ მოასმენინო ისე მიდი. აი მე წყალი დამტკი ხალხებისთვის ასადურებლად და 7 წუთიო გაგადებ, მე მგონი დაშრა. კნუტების ჯავრი მაქვს, სადაი და ის ისეთ ზიისი გეგონება აი მე დავკარგე ბავშვები. ატი გოგო. ყავა დავაწყეთ. რა გინდა? აი გოგოში ამას თევზი, პივა რაღაცეები რა ბიჭებმა იქით ხარეს და უეჭველი საქიმ კატას ნაჭამი. ნახევარი საათია წყალთან აზის და წყალს ასვავს. რა თავები დაიხოცეთ შვილო, გადმოგეტარათ იქნება გულით მიდოდა ეცა. ჰა? წადი შენი დაძმა იპოვე. წადი, ვისთვის ახარ აქ. დედა გეჩხუბება? მოდი დიდად ბუერა. მოდი. ჩემი ნაცარა მომენატრა. ხო მითხარით მალე მოვაო, 3 კვირა გავიდა და თუ არ მოდის. როგორ ვებღაუჭები თქვენ ნათქვამს, უნდა ნახოთ რა, რომ ველოდები, კიდე ველოდები. 3 კვირა არ მოფერებულ ვარ და ჩავხუტებულ ვარ და ვითომ მოვა. მოვა შენი მამობილი. როგორ გეფერებოდა და გეხუტებოდა და გეირა ვიცი. დედაში, პუმპულა.
ალამაზი ეს მე. წედი ბავშვები მოძებნე და მოიყვანე დე. წედი. ხვალ? მე კრუტუზე ვგიშდები. ჩემი კრუტუნა ბავშვი. ხა ნინო რო ადგება. მივამაგრებ კატას მივამაგრებ ნინოს. რაიმე რა ძალიან გავხი ეს ნაცკი სიონა გავში. ბაღის ბავშვი ვითამაგ. და ვეტყვი ნინო სადაც გადაწავა იქ წავა შენც. იმასაც ერთი სული ექნება, გარაჩებზე ნაკლებია რომ მოძებნოს. ბარბარეს არა. ბარბარეს შეიძლება ხა იკითხოს ის ნაცრისფერი კატა სად არისო. ცხოველებთან ძალიან აიქარი ასტრალში გასული ერთადერთი კუდა უყვარდა ხოლმე, თავისი მოყვანილი იყო. და სუსუ პირველი კატა რო კუდასთან ერთად რომელიც გაიზარდა. ამას არ მოიფე, აპაპ, არ შეეხება. აი, ხო, პაწეწინა კნუტები არიან და ნინოს სულ გაიეხუტება იონეს. იონესაც აქ გამოხატულების ის, ბარბარე არა. აი, სულ რო წყალში იყოს ჩავარდნენ და ფართხარა მაგ შემთხვევაში ამოიყვანს. მაგ მხრივ ბარბარე ჩემი არ არის. ჩამიდეს. წავედი. მეორე ვიდეომდე.